რა მოხდება თუ ერთი თვე არ შეჭამ პურს? თუ ერთი თვე არ შეჭამ პურს, ამან შესაძლოა სხვადასხვა ეფექტი მოახდინოს შენს ორგანიზმზე, რომელიც დამოკიდებულია მთელ არგუმენტზე და ცხოვრების წესზე. პური ძირითადად კარბოჰიდრატების, ბოჭკოების, ვიტამინებისა და მინერალების წყაროა. ამიტომ ამ საკვების ამოღების შემთხვევაში შეიძლება წარმოიქმნას შემდეგი შედეგები: ენერგიის დონე და ზოგადი გრძნობა. პური შეიცავს კალორიებს და კარბოჰიდრატებს, რომლებიც გეხმარებიან ენერგიის მიღებაში. თუ პურს არ შეჭამ, უნდა შეავსო ეს ცალკე საკვებით, რათა ენერგია შენარჩუნდეს. ასევე, კარბოჰიდრატების ნაკლებობა შეიძლება გამოიწვიოს თაღლილობა, დაბალი ენერგია და კონცენტრაციის პრობლემები, ცილები და ჯანსაღი ცხიმები. პურის ნაცვლად ცილებისა და ცხიმების უფრო მეტად შეჭამა შეიძლება გამოიწვიოს ცხიმის მომატება, თუ არ ახდენ რისკს კალორიების ზედმეტი მიღების გამო. მთლიანი კვების ნაშთი. თუ პურს არ შეჭამ, შესაძლოა ძნელად მიიღოთ ვიტამინები, მინერალები და ბოჭკოები, რომლებიც საკვებში იმყოფებიან. ამან შეიძლება გავლენა მოახდინოს საჭმლის მომნელებელ სისტემაზე, რაც დისკომფორტის და გამაღიზიანებლობის წყაროა. ნუტრიციული ნაკლებობები. პურის ნაკლებობა შეიძლება გამოიწვიოს ვიტამინების, მაგალითად ბ-ჯგუფის ვიტამინების ნაკლებობა. ეს ვიტამინები მნიშვნელოვანია თქვენი ნერვული სისტემისთვის და ენერგიის მიცემისთვის. პოზიტიური გავლენა ჯანმრთელობაზე. თუ პური შეიცავს დიდი რაოდენობით შაქარს, ნახშირწყლებს და თეთრ ფქვილს, მისი ამოღება შეიძლება იმოქმედოს უფრო მდგრადი წონის შენარჩუნების და სხეულის ვარჯიშისთვის საჭირო ენერგიის ნაკადის გაუმჯობესებაში. Tredi.com, ქართული სოციალური ქსელი.